არ შეიძლება? კარგად გავაკეთოთ ეს მოედანი და საქართველოს თასის ფინალი ერთხელ მაინც ჩავატაროთ. ეს ყვარელის დურუჯი საშინაო არენა გახლავთ. ბევრი რო არ ვიტლიკინოთ, ეს მოედანი რატომ გამოირჩევა უნიკალურობით, უბრალოდ მიმოიხედე და ძალიან მარტივად მიხვდები. რაღაც უჩვეულოსთან გვაქვს საქმე და ჩემი აზრით ამ ყველაფერს ჩვენ სათანადოდ ვერ ვიყენებთ. განა ბევრი მოედანი არსებობს მსგავსი მსოფლიოს მასშტაბით? პროფესორო, აი რომ უყურებ, ხომ ხვდები რომ რაღაცით აშკარად გამოირჩევა? თუ არ ვწდები აქ რამდენიმე წლის წინ ხელოვნურ საფარიანი მოედანი დააგეს. რამდენად ყოფნის მარტო ხელოვნური საფარი ამ მოედანს, ეს შენთვისაც მომინდია. შეიძლება ამ არაჩვეულებრივი ადგილის ძალიან კარგად ათვისება. ალბათ მიმიხვდით რომ იმას არ გულისხმობ რომ ეს მოედანი უნდა გადავცოთ სამშენებლო კომპანიებს და იქ შენობები ჩავყაროთ. არა, ეს არ იგულისხმება. არა, არც რეკრეაციული სივრცე, პარკები, სკვერები, ატრაქციონები და ეს მოსასვენებელი ადგილი. არ შეიძლება ეს. ამ მოედნის უნიკალურობას გარშემო არ უნდა შეეხო. გარშემო იგულისხმება რომ ეს გალავნები ხელუხლებელი უნდა დარჩეს. სახელმწიფო რო ხარ, ფედერაცია რო ხარ, შენთვის უფრო კარგია რა, რაც უფრო ბევრს გვალაპ, რაც უფრო ეს ძველი გამონათქვამი გაგახსენდებოდათ ალბათ. გვალაპარაკე რა, რომ აი, კეთდება რაღაც. არ მინდა ახლა არ გადავიჭრათ პოლიტიკაში. მე ეს ნაკლებად მაინტერესებს. მე რაც მაინტერესებს, იმაზე უკვე 2 წელია გესაუბრებით. ქართული საკლუბო ფეხბურთი და არა ის, როდის აეშალა ბოლოს კუჭი მბაპეს და რამდენი ბოზები ყავს იამალს. აი, განა რამდენი გულშემატკივარი დადის ამ ეტაპზე მაინც საქართველოს თასის ფინალზე, რომ ყვარელში ვერ ჩავატაროთ ეს ყველაფერი. აი, შენი რა მიდის? 50 კაცი შეიძლება ვერ ჩამოვიდეს ფეხბურთელის, ნათესავი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, შეყვარებული ცოლი, ნაშა. აი, ამდენს ვლაპარაკობ, 2 წელია დაახლოებით, რაც TikTok-ი გავაკეთე და ამ თემაზე ძალიან ხმამაღალი საუბარი მიწევს. აი, არ მიყვარს ქულების დაწერა, ან ვისთან და რისთვის, რატომ უნდა დავიწერო ქულა, მერე იქ ვიღაცა იმაში მამუშავებს და ამაში მამუშავებს. აი, დამასპონსორებენ, პარტნიორი გამომიჩნდება, ვიმუშავებ გენაცვალე და საკუთარი თავის სპონსორიც და პარტნიორიც თავად ვიქნები, არ მჭირდება. მით უმეტეს ეს ყომარ-ბეთები, რომლებიც გწველიან და თქვენ ვერ ხვდებით. მოკლედ, ბევრი რო არ გავატრაკოთ ამ საჭირბოროტო თემას და არა მარტო ამას. მივხედოთ ეტაპობრივად, გავაზიაროთ ვიდეო და გამოვიწეროთ გვერდი. ეს მარტო ჩემი პრობლემა არ არის, ეს მერე შენ შვილსაც, შვილიშვილებსაც და ჩვენს მომავალ თაობას დასჭირდება. გაიღვიძებს ერთ დღეს ჩვენი ფეხბურთის მოყვარული შთამომავლობა და ჩვენზე